მოგისალმებით. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული. ეს დასტარად არ მახსოვდა. Istvis არის გაშლა. რა თქმა უნდა შემდგარი. მაგრამ თითქოს რაღაც ერთი ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ უენერგიობის მდგომარეობიდან გამოდიხართ. ეხლა რაც შეეხება ენერგიებთან დაკავშირებით, ჩემო კარგებო, როდესაც გაქვთ ეს გაუთავებელი სისუსტე, გაუთავებელი დავუშვათ რაღაც არ შეგიძლია, ვერ მიდიხარ წინ, რაღაცა იცით რა არის ახლა წმენდა გასაგები არის ენერგეტიკული, შეიძლება გააკეთეთ ყველაფერი იქედან აქედან, მაგრამ ენერგიის აღდგენაზეც უნდა იმუშაოთ. ეს ხდება ძალიან ბევრნაირად და ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, არავით არის არ გეუბნებით, მე ფული გადაიხადეთ და ასე შემდეგ, თუმცა ფული მაინც არის გადასახდელი, ოღონდ სხვა მხრივ. თქვენს თავს არ არის საუცილებელი 10 დღიანი, 1 თვიანი, 2 დღე იყოს, 3 დღე იყოს, აი წახვიდეთ რაღაც ისეთ ადგილას, სადაც განტვირთვას მოახერხებთ, აბსოლუტურად სხვა გარემოში მოხდებით. მე გამოვაცხადე და ადრე, მაგრამ ძალიან ცოტა მიაქცია ყურადღება ზოგადად არსებობს ადგილები, სადაც ხდება ადამიანის დამიწება. თქვენ ვერ ახერხებთ დამიწებას. არა გაქვთ საშუალება, შესაძლებლობა ზოგი იმიგრაციაში, ზოგი რაღაცა. კი ბატონო, შეგიძლიათ ფეხზე კეთდება სამაჯურები სპეციალური, საიდანაც ხდება დამიწება. ანუ ენერგიის აღდგენა. იმ ემიგრაციაშიც ერთი დღე გამოძებნეთ სადმე, შეარჩიეთ ისეთი განსხვავებული გარემო. ეს არის აუცილებელი. ვინც ესე არა ხართ დავუშვათ ძალიან გაჭედილი ხო რაღაც საქმეში, დროში, ამ შემთხვევაში და მით უმეტეს აქ ხართ, აუცილებლად უნდა მოახერხოთ. თანხებთან მე ახლა ფული გადასახდელი გქონდა, ვთქვი, იმ ხრივ რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ახლა ყველგან ხო, ღამე უნდა გაათიოთ, რაღაცა შეიძლება თქვენი არა გაქვთ და გიწევთ სადმე ხო, რა თქმა უნდა, გიწევთ ფულის გადახდა, მაგრამ სამაგეროდ თქვენ გამოდიხართ აი ამ უენერგიობიდან, და აი ამ რაღაც როგორ იცით, დეპრესიული თუნდაც მდგომარეობიდან. ამიტომ უნდა გიღირდეთ საკუთარ თავისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ აღიდგინოთ ენერგია ის, რაც დაჯდებაო ერთი დღე იქნება, ერთი დღე არაფერი არა, 2-3 დღე მაინც უნდა შეძლოთ ეს გააკეთოთ. ვინც ვერ აქ მე მფიქსირდება, რომ უკვე თქვენ გამოხვედით, კი ბატონო, მაგრამ ვინც ვერ ახერხებთ იცოდეთ გამოსვლას. ჯერ ერთი ირგვლივ ძალიან ბევრი რაღაც სხვადასხვა ტიპაჟი, არ ვიცი მე, რა შეიძლება ისეთ ადგილას ცხოვრობთ, ბევრი თქვენთაგანი, ან თქვენთვის საკვანძო სიტყვა აიღეთ, სხვადასხვა ეროვნების ხალხია, სხვადასხვა შეიძლება სამიზობლო ხო რაღაც ისეთნაირად არის, რომ დავუშვათ ქართველების გარემოცვა კი არ იყოს, იქ იყოს დავუშვათ სომეხი, რა ვიცი, ქართველი, მინდოდა მეთქვა მეგრელი თქვა. ხო, არა, ეგ ცალკე ფენომენია მეგრელები თქვენას. არ შეხედოთ. ხო და შესაძლებელია იყოს დავუშვათ თურქი, შავკანიანი, ხო ხდებით რისი თქვა მინდა. სხვადასხვა რატომღაც ესეთი ის მოდის აურა, ანდაც არის კიდევ ის რომ განსხვავებული
შეიძლება თქვენი წრი არის მთლიანად სადაწყართ, მაგრამ განსხვავებული შეხედულებები აქვს თითოეულ თქვენთაგანს. თქვენს ირგვლივ ეს ამ ხალხს მე ვერ ვიტყვი რომ თვალი კი არა, რაღაც უფრო ეს განსხვავებული მდგომარეობა გლით ყველა თავისას რო უბერავს, აი რაღაც ესეთი არის. არ გამურიცხავ ხო ვიღაცასთან ესეც იქნება. აი აქ აუცილებლად უნდა იზრუნოთ ამ საკითხზე. რაც შეეხება ადამიანებს ზოგადად დასამიწებლად ყველასთან ინდივიდუალური ეს პირად რუკაში ირკვევა და შეგიძლიათ კი ბატონო ჩემთანაც გაარკვიოთ ეგ საკითხი, მაგრამ მე მაინც კონკრეტულად უფრო სხვანაირად აღიწერთ შეგიძლიათ ასეთაც გააკეთოთ თუ კი დაუშვათ ვერ იმეტებთ თანხებს და რაღაცა დაავეხლა მაგაში იხადაგირებული ხო? შეგიძლიათ ასე გააკეთოთ ახლა თუ ხართ დაუშვათ მთაში, გადმოდით ცოტა ხანი 1-2 დღე ბარში განსხვავებული ატმოსფერო შეგვენ, თუ ხართ წყალთან და ზღვასთან, წადით მთაში და ასე შემდეგ, ხო? თუ ხართ ცივ მხარეში, წადით რაღაცა სადაც სიცხეა, თუ სიცხეა, წადით ისეთ ადგილას, სადაც გრილა და ასე შემდეგ. შეცვალეთ ეს ადგილები და ასევე საცხოვრებელი ადგილი, სადაც დაიბადეთ. აი ეს ადგილი არის ძალიან კარგი დასამიწებლად. სხვადასხვა მე ჩემს დაბადების დღეზე ვიყავი ზუსტად იმ ადგილას, სადაც დავიბადე. და ჩავწერე ვიდეო და მე აღარ ავტვირთე რატომღაც. იმხელა ის არის ვიდეო იმდენ საკითხზე ვსაუბრობ, ნუ რავი. მაგრამ არ ავტვირთე. შემდეგ ნახეთ, აი აქ მე გეტყოდით, შეგიძლიათ კი ბატონო მიხვიდეთ იმ ადგილას, სადაც დაიბადეთ, თუ იქ ცხოვრობთ და თქვენ მაინც ცუდად ხართ, ეხლა სხვა ფაქტორებიც არსებობს, ხო? შეიძლება დაბინძურება, ნეგატიური ადგილია და ასე შემდეგ პირიქით შეცვლა გჭირდებოდეთ საცხოვრებელი ადგილის. თუ მაგიურად არის ის ადგილი დაზიანებული, სადაც თქვენ დაიბადეთ, თქვენ იქ ენერგიას ვერ აღიდგენთ, პირიქით გაძლიერებთ მაგიას თქვენი დაბრუნებით. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ და ესეც უნდა იცოდეთ. მე ვსაუბრობ იმ კატეგორიაზე, სადაც დავუშვათ მაგიური დაზიანებები არ არის. ხო, დაბადების ადგილი მე ვგულისხმობ საავადმყოფოს და არა საცხოვრებელს. თუნდაც ერთი დღის განმავლობაში იმ საავადმყოფოს შეიძლება დახშლილი იყოს, ახლა აღარ ფუნქციონირებს საავადმყოფო, მაგრამ იმ ტერიტორიაზე გაატაროთ 1 საათი, 2 საათი რაღაც ჩამოჯდეთ ახლო-მახლოს, ხო, შეიძლება ესეთ რაღაცაც გააკეთოთ, ძალიან კარგი არის ენერგიის აღსადგენად სხვადასხვის. ხო, თუ ეს არაფერი ზე ხელი თქვენ არ მიგიწვლებათ, რაც მე ჩამოვთვალე და მაშინ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სამაჯური, ოღონდ ეს კეთდება ფეხზე, რა თქმა უნდა, ახლა მე არ დავკონკრეტები რა მინერალია, მაგრამ ისაც უნდა შეუკვეთოს. კარგით ვნახოთ, ეს ვისთვის არის გაშლა, პირადი მინდოდა თითქოს, მაგრამ აქ იცით რა არის, პირადზეც კი იგივე შეიძლება, თქვენ უბრალოდ იმდენად აი ესეთი უენერგიოთ, იმდენად დეპრესიულად, იმდენად ცუდად ხართ განწყობილი, რაღაც თქვენი დამოკიდებულება არ არის გამორიცხული, ხო, ის პირადიც არ ეწყობოდეს, კი ბატონო. ნახეთ, ხალხი უკვე მეხუთე განზომილებაში გადავიდა, მე დიდი ხანია ვარ ზოგადად გადასული მეხუთე განზომილებაში და ბევრი ადამიანი ვერ გამოდიხართ, აი მესამედანაც ვერ გამოდიხართ. და ერთმა ადამიანმა სხვათა შორის მომწერა და ამ ადამიანს მოусმინეო. რაღაც 1-2 ვიდეო გავხსენი, მე მაგდენი დროც არ მაქვს და სრულიც არ გამიჩნდა და მე რა მიკურცით, აი რატომ მითხრა მოусმინეო. როდესაც სხვა სიტყვებით იგივეს ვსაუბრობ მე და ისო თვითონ გადასული არის და მე რამდენი არკანს და რაღაც ამუშავებს და ტარამ და ადამიანი ჩემთან ეს შენ ვერ დაინახე? იგივე საერთოდ არ მყავდა ეს ადამიანი მოსმენილი და იგივეს საკითხებს საუბრობ ისეთებს რავი. საქმე რაში არის? მათ აქვს რაღაციდან და მთელი ცხოვრება გამოძიებაში არიან და ან არიან მეცნიერები და ან არიან რაღაცა ესეთი პირდაპირ მაგ პროფესიაზე და იქედან საუბრობენ ამდენი დასკვნები და მე ვსაუბრობ არანაირი დასკვნა, არანაირი გამოძიება პირდაპირ. რას ადარებ, რას ვის მადარებთ? გადაოთ თქვენ.
კარგით. ნახოთ მაშინ რა ცვლილებები იქნება? აი ესე ვნახო პირადი რა ცვლილებები იქნება? Ой. რას ნიშნავს ეს? მე დედა. აქ თქვენი პირადი გაანადგურეს პირდაპირ ასე გეტყოდით. აქ იმუშავეს, რომ თქვენი პირადი არ შემდგარიყო. პასუხისმგებლობა არ აიღო, თუნდაც თქვენ გეთქვათ ვარი დავუშვათ, თუნდაც თქვენ არ აგეღოთ პასუხი, მანდ-მაინც მეორეზე კი არის. პირდაპირ არის აქ განადგურება. აქ არის პირდაპირ რიტუალი ჩატარებული. ხალხნო შოკში ვარ. აქ ორმხრივი ის იყო ურთიერთობა, ორმხრივი მოწონება პირდაპირ დასრულებაზე. თქვენი სურათი ან თქვენი რაღაც შეიძლება ასეთი ვოლტებს ამზადებენ, ეს არ არის ოღონდ შავმაგიური რომ იცოდეთ რაღაცა ისეთი, მაგრამ სამთლისგან მე რომ მინიშნება გაგიკეთოთ დამზადებული და კარგით. მერე მაგრამ აი აქედანაც გამოდიხართ, ხო? ნახეთ თქვენ თვითონ ამ წუთში ხართ ისეთ ენერგიაში კი ბატონო და ისეთ მდგომარეობაში სხვათა შორის ძალიან ბევრი აზრები, იმდენი აზრები გიტრიალებთ თავში იმედე და ქაოსი კი არ არის და აი ყველა აზრი არა და მნიშვნელოვანი არის. მე ვერ ვიტყვი რომ ეს რომელიმე ძალიან ბევრი და არა ყველას სხვათა შორის ყველა გაფიქრებას, ყველა აზრს მნიშვნელობა მიანიჭეთ, იმიტომ რომ აქ რაღაც უბრალო ფიქრები და უბრალო აზროვნება არ მეფიქსირდება, მაგრამ თქვენ თვითონ ამ წუთში ხართ როგორ ენერგიებში იცი, შეიძლება ამ წუთში არ გინდათ ეს პირადი მოწესრიგდეს ან რაღაც აი მერე იყოს რაღაც აი გადადების პროცესი გაქვთ. რატომ ნეტა ეს არის ძალაში რამე? აი ემოციებიდან დაცლილი ხართ. მაგრამ გამოდიხართ თქვენ ამ მდგომარეობიდან თუ ეს კი არა ასე იყო რა თქმა უნდა, აი როგორ არის იცით ნაბიჯ მე ასე ვიტყოდით ის ვინც თქვენ ესე ძალიან დიდი ბოროტი თვალი დაგადოთ, ძალიან დიდად რაღაც ჩაგკეტად რაც გააკეთეთ, აი ზუსტად მაგისგან ნეიტრალდებით, მაგრამ ცოტა ეტყობა კიდევ არის რაღაც დრო დარჩენილი. მე ასე ვიტყოდი რომ რაღაცა თვალებს უფსებთ იმ ადამიანს, უფრო სწორად თვალებს უფსებთ როგორ იცით, როგორ მინდა რო გითხრათ, მის თვალს აღარ ექნება ძალა და მის მოქმედებას, აი ესე მინდა რომ გითხრათ. კარგით, ვნახოთ მაშინ პირადში რა ცვლილებები იქნება ამ ყველაფრიდან თუ გითავისუფლდებით. აი მე დედა. რატო დამიძახამ დასტან რა საინტერესოა. იცით რა თქვენი შიში კვდება. აქ თუ კი შიშები მე ერთი სხვათა შორის ძალიან მომწონს ის გოგო ეზოთერიკოსის ნათქვამი მოვისმინე შიშებზეო თუ ეს გაქვთო არ არსებობსო არაფერიო გამოლოცვა ან ის რაღაცა აი ეს რომ მოშორდეს ადამიანს როგორ არ არსებობს რა თქმა უნდა ძალიან გამიკვირდა რას ქვია არ არსებობს რა თქმა უნდა არსებობს ეს არის შიშის დანერგვა ადამიანის გონებაში აი როგორ არის შფოთვა რომ აქვს აი თუნდაც სულიერი შფოთვა ეს არსებობს რა თქმა უნდა წმენდები მაგაზე უბრალოდ არ ცოდნია ესე გამოვიდა არა ეს მინუსი არ არის პირიქით მე პლუსში მაინც პლუსში ჩავწერ იმიტომ რომ გამიკვირდა ახლა მე მისი ესეთი ნათქვამი იმ ხრივ რომ საზოგადოებას როცა მithumedes დიდი პუბლიკა გავს არწმუნებ იმაში რომ არ არსებობს და იცი რა როცა არიცი და მაშინ არ არსებობს კი არ უნდა თქვა ცოტა თავი უნდა შეიკავო მე მაინც ასე ვიტყოდი ამ თემას პლუსი ის არის რომ არ შეინიღბა სიტყვაზე და რაც არიცის იმაზე არ გააკეთა აქცენტი ვიცი აი ამ ხრივ ვითომ შეიძლება ცოტა პლუს დაუწერო პატერე პლუს მაგრამ მაინც საზოგადოებას არწმუნებ რომ როგორ არ არსებობს აი ეს შიშები მიდის თქვენგან ჩემო კარგებო აქ აუცილებლად არის შიში
კარგი, რა სიახლე შემოდის? სიახლე აქ სტაბილურობა მოდის თქვენთან. გზების გახსნა, მაგრამ აქ არის თითქოს ვიღაც ადამიანი, რომელიც ცდილობს თქვენს ენერგიის მართვას. ან გავლენას ახდენს თქვენზე. კარგი, ნახოთ პირად შერაცვლილება იქნება. არის აქ ადამიანი, ვისაც სურს თქვენთან პირადი ურთიერთობა, მაგრამ თქვენ ასრულებთ. იცით რა არის? თქვენი საგვარეულო ხაზიდან მიიღებთ რაღაც ინფორმაციას ან შეტყობინებას, რა უნდა გააკეთოთ. რამდენი ვერთხები გყავთ ირგვლივთან? თქვენ უნდა შეხვიდეთ თუ არა ვინმესთან ურთიერთობაში, ამას მიიღებთ თქვენ საგვარეულო ხაზიდან შეტყობინებას. მე არ გულისხმობ ესე რომ უჩიჩინებენ მე იყვანე ცოლი გათხოვდი და ესეთი არა. თუ არა გყავთ სახეზე ვინმე, დავუშვათ და გარდაცვლილები გყავთ, მაშინ მიიღებთ სიზმრის და რაღაცა ისე სახით. რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა მოიქცეთ. აქ არის პიროვნება, მაგრამ თქვენ რაღაც ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ხართ. იმედი ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. მე რჩევაში რაც დაგიფიქსირეთ, ეს უნდა გააკეთოთ და ამის შემდეგ შეიძლება უკვე აქ რაღაც პირადებზე შემდეგ გააკეთოთ რჩევა და რაღაცა მოკლედ. ყოველ შემთხვევაში ის რომ ვინმე არ იყოს თქვენს ახლო მახლოს, ეს პოზიცია ნამდვილად არ მფიქსირდება, მაგრამ ჯერ ერთი აქ ითვალთვალებთ ვიღაცა, მე არ მომწონს რაღაცები არ მომწონს აქ, იმიტომ რომ რამე არ მოგპაროთ თქვენ ამან. არა, თქვენ სადაც ფიქრობთ, იქ არ არის პრობლემა. ეხლა რაღაც ხო გაიფიქრეთ მოპარვაზე რო თქვი. არა, ეგ კი არა, სხვა ეს არის საკითხი, რომელიც თქვენ ვერაფიქსირებთ, ხო? რაზეა საუბარი? თქვენი წარმატება მიაქვს, თქვენი სულიერი ვდგო. აი სულიერება რა, სულიერება თქვენ რა გონიათ არ არის მოსაპარი თემა? ფინანსები და სულიერება, მე არ ვიცი, ყველასთან ინდივიდუალური იქნება, აქ აშკარად არის თქვენი ფინანსებზე არის ორიენტირებული. და სულიერი მდგომარეობაში შები. რაღაც ასეთ ცდილობს ეს ადამიანი.
მოკლედ, კარგად მოისმინეთ, დაალაგეთ, რა გაქვთ დასამუშავებელი, აქ რა არის თქვენთვის საკვანძო სიტყვა. ეს მოაწესრიგეთ, დანარჩენმა გარკვევთ პირად კონსულტაციაზე.